მე მინდა რომ ეხლა წარმოგიდგინოთ ჩემი გადასარევი სტუმარი, ადამიანი, რომელიც ალბათ რაღაცა დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში უკვე რო გახდა ცნობილი და პოპულარული, დღემდე ეგრეთ წოდებული მოდი ბრჭყალებში ვიტყვი, ამ ტვირთსაც სიდავს, იმიტომ რომ არ არის ზუსტად თქვი რომ როგორც წონა, ასევე პოპულარობა, მისი მოპოვება შეიძლება მარტივი იყოს, მაგრამ მისი შენარჩუნება ნამდვილად რთულია, თუმცა მან ეს შეძლო, მომღერალი და აც უკვე ბიზნეს ვუმენი. შემიძლია მას უწოდოთ თიკა ჯამბურია ჩვენი სტუმარი. თიკა, საღამ მშვიდობის. საღამ მშვიდობისა. იცი რა მაინტერესებს? პირველ რიგში მინდა რომ მიკროფონთან ახლოს მოხვიდე და მეორე შენ ისეთი ძლიერი ხმა გაქვს მიჩვეული ხარ რომ მიკროფონი სადაც არ უნდა იყოს, მაინც ესმის მსმენელს, მაგრამ ხო იცი რადიოს პრინციპი სხვა არის. პირველ რიგში ვიცი რომ პირველად ხარ ჩვენ რადიოში და შენი დაბეჭდილება მინდა გამიზიარო როგორი ლამაზი რადიო დაგახვედეთ და როგორი ქალური. ძალიან მომწონს აქაური აურა გარემო თქვენ მომწონხართ ძალიან ჩვენც მოგწონხართ ძალიან და შენი აურაც მოგწონს და სიმღერაც გარემოც ვაში ყოფნა ძალიან კარგი არის და ჭკვიანი ქალების სხვა შორს ამბობენ რომ ლამაზი ქალებიო და ჭკვიანი ქალებიო რომლებიც ერთმანეთის ამ სილამაზეს და სიჭკვიანეს აღიარებენ და ეს ხომ ყველაზე რთულია თურმე რომ ქალმა აღიაროს ქალის სილამაზე პირიქით უფრო ამხნევებენ და სტიმულს აძლევენო ერთმანეთს და მართალია იმეც გამიგია რომ ქალის კომპლიმენტი უფრო სიამოვნებს ქალს თურმე კი იმიტომ რომ ის ნამდვილია ალბათ ის ნამდვილია ნახე თუ ძალიან უნდა მოეწონო ქალს რომ გითხრას რომ ლამაზი ხარ და ესე იგი გადასარევად გამოიყურები თიკა მართლაც გადასარევად გამოიყურები შეხარ მაგალითი იმის როგორ უნდა მიაღწიო მიზანს სხვადასხვა მიმართულებით აი ბიზნესვუმენი მე ყველა არ ვახსენე იმიტომ რომ მასეც მინდა ცოტა ვისაუბრო ცოტა ხანში შენს ახალ წამოწყებაზე შენი პოპულარობა და ის რაც ერთადერთი რაც ბავშვობიდან მქონდა პრობლემასაც არ დავარქვე იმიტომ რომ თავიდან ძალიან გიხდებოდა მე რაღაც თინეიჯერობის მომენტში ხო გოგოებს რო უჩნდებათ ხოლმე ეს ეგრეთ წოდებული კაპრიზი ხო რომ წონას ებრძოდი სულ იყო ეს დრო შეგისწორებ წონას ვებრძოდი მე ნინას დაბადების შემდეგ მანამდე ეს წონასთან ნინაც ისეთი პატარა იყავი რომ დაიბადა რომ პატარობაში გამქონია პირიქით ყოველთვის ისე კარგად ჯანმრთელად და ჯანსაღად გამოვიყურებოდი მომწონდა ძალიან ჩემი თავი ერთადერთი ნუ ალბათ მე მგონია დღეს უკვე რომ იმდენად პატარა ვიყავ იმდენად მოუმზადებელი იყო ჩემი ორგანიზმი ამ ყველაფრისთვის ამ ხელაცვლილებისთვის რომ უბრალოდ დაისტრესა ძალიან და ამის შედეგად მოვიმატე საკმაოდ ბევრი ძალიან ბევრი მოვიმატე ორსულობაში იმაზე ბევრი მოვიმატე ვიდრე ვიღაცამ შეიძლება გაიფიქროს არც მინდა ამ ციფრის თქმა არა ამ ციფრს შეგეკითხები იმიტომ რომ არის ბევრი ადამიანი ვისაც ძალიან ბევრი აქვს მომატებული და ეს ჩვეულებრივი მოვლენაც არის ნუ რაღაცა ხო მე +1 ადამიანი მოვიმატე და +1 ადამიანი კარგი აი როდის ჩაგერთო ის სიგნალი რომ უკვე უნდა მივიღო ზომები თავიდან ხო რაღაცა გადართული ხარ ბავშვზე რაღაცა სუსხო ცხოვრებას ვერ ვიტყოდი თავიდანვე მაწუხებდა ყოველთვის მაწუხებდა ყოველთვის მიმახვილებდნენ ყურადღებას მაქსიმალურად თან და ეს უფრო მაწუხებდა უფრო მიქმნიდა დისკომფორტს რომ გარდა იმისა რომ მე ვნერვიულობდი ამ ყველაფერზე გარემოცვა მიქმნიდა ისეთ სიტუაციას რომ ძალიან უხერხულად გრძნობდი თავს ახლა ჩემზე მეტად ხო არასდროს არავის არ უნდოდა რომ ეს კილოგრამები აი ზუსტად ეს ერთ-ერთი кейსი იყო გარშემო მყოფების მხარდაჭერა და აი შენ ახლა რაღაცა პირიქით ყვები ხო მხარდაჭერა კი არა სტრესში გამყოფებდი ხო? უფრო სტრესში ვიყავი კი მხარდაჭერა კიდე სხვა რაღაცა არის აი სადაც არ უნდა წახვიდეს სადაც არ უნდა შეხვიდეს სადაც არ უნდა გამოჩნდეს ყველა რო გიმახვილებს ყურადღებას ვაიმე როგორ გასუქდი ვაიმე უნდა დაიკლო ვაიმე ეს ნორმალურია ხო ვაიმე როგორ გასუქდი ადამიანს ყველა ადამიანი მახსოვს ვინც აი ესე უტაქტოდ მითხრა იმიტომ რომ ეთყობა სადღაც გულში ძალიან მომხვდა და ეს ისეთი თემა არის რომ არ შეიძლება ადამიანს ამაზე გავამახვილო ყურადღება ან იმდენად კორექტულად უნდა გავამახვილო რომ ეს მტკივნეული არ იყოს, ხო? ან კიდე გაჩნია ვინ გეუბნება, შეიძლება სრულად უცხო ადამიანი იყოს და საერთოდ არაფერ შუაში არ იყოს ხო შენთან. ამიტომ თიკა ოჯახის წევრები დედა ფატი დედა რომელიც ფატი შენ ყოფილ ხარ დამნაშავე ყველაფერში ხედა ხროვეუბრები ხოლმე წყინს მე დამაბრალე ახლა მეუბნება მაგრამ ხო იცი რატო დედა ხო ყველაზე სენსიტიურია და დედას ყველაზე მეტად უნდა შვილი იყოს ყველაზე ლამაზი და ყველაზე მეტად ფორმაში და რაღაცნაირად ეთქობა ფიქრობდა რომ შობელი რაც უფრო მკაცრად მიგითითებს უფრო მიიღებს ზომებს მკაცრად არ მიმითითებდა უბრალოდ ნამუსზე მაგდებდა ხო მახსენებდა ხშირად რას აკეთებდი ამისთვის
მე ხეთი ალბათ რაც კი დიეტა არსებობს, რაც კი პროგრამა არსებობს, რაც კი გასახდომი, რაღაც აპარატები, ყველაფერი აბსოლუტურად მოსინჯული მაქვს. თუმცა აი ეხლა გისმენდი და მართლა ამ ჩამონათვალიდან ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა გახდეს. მზად არის ამისთვის, ხო? აი ამ ჩამონათვალიდან ბევრი გაითვალისწინოს, იმიტომ რომ მე არ ვითვალისწინებდი იმას, რომ ჩემი სიგამხდა, ჩემი გახდომის პროცესი უნდა ყოფილიყო ხანგრძლივი. მინდოდა რომ სწრაფად გავხდარიყავი. ყველა ესე ადამიანი. სწრაფად მიმეღო შედეგი და მე ეს შედეგი უბრალოდ წყალში მეყრებოდა რამოდენიმე კვების მიღებიდან. ანუ აი 1, 3, 4 ჯერ გემრიელად შევჭამდი და ისევ იგივე წონას უბრუნდებოდი. არა და ამას მიყვებოდა ჩემი ნერვები, შიმშილი, ნერვიულობა, სტრესი, მოკეთილი ამბავი. სტრესისგან ხო უფრო მეტად იმატებს ადამიანი, ძალიან თავარი არის, როდესაც იწყებ კლების პროცესს, ნერვები აკონტროლო და საკუთარ თავს შესძახო, რომ უბრალოდ აი სტრესი, დაძაბულობა მოხსნა, იმიტომ რომ ორგანიზმით ცოცხალი არსება არის, ჩვეულებრივად იცის და ახსოვს ყველა დეტალი და ამიტომ შენ რომ მოადუნებ ორგანიზმს, შენ რომ მისცემ საშუალებას, რომ გახდეს, ისიც მოყვება. და მანამდე, როდესაც სტრესავ რო აშიმშილებ და აი რაღაცა ხო არავის არ გვიყვარს და მათ შორის ორგანიზმს. აი აკრძალვაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დავიწყე გახდომა, სულ ვამბობდი, რომ მე დიეტაზე არ ვარ. დიეტაზე არ ვარ, ანუ ეს სიტყვა დიეტა იმდენად მძაბავს და იმდენად მძღუნავს, რომ არ შემიძლია. მგონია, რომ რაღაც საშინელებას ჩავდივარ დიეტის დროს. ვაკეთებდი ასკეზებს, ვაკეთებდი, თქვათ, აი ვარ ჯანსაღყვებაზე, ჩემ თავს ავუკრძალე ეს, აი სხვა სიტყვებს ვეძებდი სულ რომ მე თქვა იმისთვის, ანუ ამ პროცესში. ძალიან დამეხმარა ეს ასკეზები სხვათა შორის, იმიტომ რომ და ასკეზას რო ჩაუთქვამდი, თან ხო სურვილის გისურვებოდა, ანუ ორ კურდღელს ერთდროულად იჭერდი. და პლუს ის არის, რომ აი რაღაცნაირად საკუთარ თავს თუ დიეტაზე შემეძლო რომ დამერღვია, ამ დროს ვერ ვარღვევ ასკეზას. რომ ის სურვილის ასრულების დიდი სურვილი. და ძალიან მეხმარება ეს. ამიტომ ძალიან გაამართლა ჩემ შემთხვევაში ამანაც. მინდა რაღაცნაირად მოვეფერო და სულ ის პატარა თიკა მგონია, მაგრამ აღარ არის ის პატარა თიკა. ხო ხედავთ, აქეთ რჩევებს მაძლევს და აქეთ მასწავლის როგორ უნდა დავიცვა დიეტა და როგორ უნდა ვიყოთ სულ ფორმაში. დარწმუნებული ვარ, შენ ძალიან კარგად იცი როგორ უნდა იყო ფორმაში. იცი რა, მე მთელი ცხოვრება ვაკონტროლებ სხვათა შორის სამწუხაროდ იმ ბედნიერი ადამიანების სიაში არა ვარ, ვისაც შეუძლია უზომოდ იყვებოს და არ ინერვიულოს ამაზე. ძალიან მომწონს აი ადამიანები და აი ყოველთვის მინდოდა და დღესაც ვცდილობ რომ ვიყო იმ ადამიანების სიაში, რომელიც აკონტროლებს, აი კულტურა აქვთ კვების. სხვა გზა არ არის. მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, ძალიან მომწონს. მირჩევნია ყოველთვის ვაკონტროლო, ვიდრე აი ესე გიჟივით ვიყვებო და მაინც გამختარი ვიყო. არა, მე მინდა, იმიტომ რომ ძალიან გურმანი ვარ და იმდენად აზარტში ვარ შესული ამ ჩემი კონტროლის და რაღაცების აკრძალვის, იმდენად აზარტში ვარ შესული და ისე მომწონს და მე ამაყება უკვე ჩემი თავი, რომ მაგითაც კმაყოფილი ვიქნები, რომ ეს კულტურა გამოვიმუშაო და თუნდაც აი ძალიან მიხარია ხოლმე აი დაბადების დღეებზე ან რაღაც დიდ წვეულებებზე რომ მივიდივარ და ძალიან დიდ სუფრებზე რომ ვჯდები და ბევრ რაღაცაზე უარს ვამბობ და აი ამითი არ ვიტანჯები და უბრალოდ პირიქით სიამოვნებს რომ იმე რაღაცას არ მივირთმევ. თქვათ აი ცომს არ შევჭამ და შეიძლება იქ რაღაც სალათი შევჭამ. აი ეს ყველაფერი მომწონს. აი თავს მაგზნობინებს კულტურულ ადამიანად. მაგრამ აქამდე ხომ დაგჭირდა მისვლა. ძალიან დიდი დრო დამჭირდა კი და ისეთი რთულია, ისეთი რთულია. და აი ყოველთვის რაღაცნაირად რო ეხარო ხვდები ადამიანებს, რომლებიც აი ამ გზას გადიან და მე უკვე რაღაც მგონია რომ ძალიან ისეთი გამოცდილი ადამიანი ვარ ამ საკითხში და რაღაცნაირად ვუყურებ ჩემ თავს ცნობ ხოლმე იმ რაღაც ძველ თიკას, რომელსაც ძალიან უჭირდა და აი სულ რაღაცის ძიებაში იყო რომ მარტივი გზები მოეძიება, მაგრამ ყველამ ხო რეალურად იცის რა არის ნამდვილი გზა სიგამხდრისკენ. აი რომ მეკითხებიან, აუ მითხარი რა გააკეთე, მითხარი რა ქენი, აი სულ მაგას ვერ მივიღოთ, თქვენ თვითონ ხო ყველა მიცით რა არის. ცოტა პირს ანუ ყველა მიცის რა არის გზა, ერთადერთი გზა, არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, არ არსებობს რაღაც ჯადოსნური სითხე, რომელსაც დაალევ და უცებ გახდები. ყველანაირი გზა მიდის იქითკენ, რომ სწორი კვება, სწორი ცხოვრების წესი. თიკა, მე არ შემიძლია არ კითხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ოჯახს, სადაც იზრდები. ხო, ხა შენ ხარ ნაბოლარაშვილი, ყველაზე გადუტუცებული, მოდი ვთქვათ, პატივახსენეთ და არ შემიძლია არ მოვიკითხო და თან თქვა პატი არის საოცარი კულინარი, ხო ხა
ძალიან რთულია ასეთ ოჯახში კიდევ დაიცვე, იმიტომ რომ სულ გემრიელობებია, სულ არის ამის საშუალება, რომ იყოს კარგი საჭმელთან შენ ოჯახში მახსოვს სუსუფრები იშლებოდა, სტუმრიანობა იყო და ამანაც შეგიწყო ხელი რომ გურმანი იყო ადამიანი ხარ, როგორ შეიძლება გემრიელი საჭმელი ადამიანს არ უყვარდეს, ის ხო წარმოუდგენელია, ხა თუ ის ადამიანი კარგად არის და ჯანმრთელად არის. მე იმდანად გაბრაზებული იყო ჩემზე, რომ არ ხდებოდი უბრალოდ კარგი საჭმლის კეთებას შეეშვა და აღარ აკეთებდა სახლში საჭმელს. ანუ პროტესტი ხელი შეგიწყო, ნახე, ესეც ხო გარშემოუყოფების ხელშეწყობაა. იცი რა, თვითონაც დედაც და მამაც არიან ჯანსაღყვებაზე, ჯანმრთელობას უფრთხილდებიან და ამიტომ რაღაცა ხო ერთიანად თელმა ოჯახმა ერთმანეთს შეუწყოთ ხელი. ხო, აი ეს მინდოდა ზუსტად რომ მეთქვა, რომ ანუ გარშემოუყოფების და ოჯახის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, თუმცა არ არის ეს ოჯახსაც რა, გარეთაც შეგიძლია ძალიან მარტივად ჯანსაღყვებით იყვება, იმიტომ რომ აი სულ მაგასაც ვამბობ ხოლმე, რომ ადრე თუ მომშივდებოდა მანქანით ეგრევე შევაყენებდი სადღაც fast food შევჭამდი. ეხლა აბსოლუტურად სხვანაირად ვარ. ეხლა თუ მომშივდება, მივდივარ სადღაც ისეთ ადგილას, სადაც ვიყიდი იმ ჩემ პატარა კონტეინერს, სადაც იქნება მოხარშული კვერცხი, შიგნით მოხარშული ფილა, ესეც და ანუ იცი რომ არ არის საჭირო, როცა ქშია, მაინც და მაინც რაღაც ცუდი მიიღო, შეგვიძლია ძალიან თხლად, გემრიელადაც მიირთვა და ჯანსაღად გარეთ. მე იცი როგორი მეთოდი მაქვს ჩემთან სახლში, რომ მაცივარი უნდა იყოს სულ ცარიელი, იმიტომ რომ აი რაღაცნაირი მიუხედავად იმისა, რომ შენი თქმის არ იყოს სულ ვაკონტროლებ, ეს ინსტინქტი სახლში თითქოს რომ მაცივარი უნდა გამოაღოს სულ ხო გაქ ადამიანს და როცა რაღაცა ხდება ისეთი გემრიელობა, ნუ არ არსებობს ეხლა რომ ხო არა, გამოძახება მეზარება და რომ ვიცი რომ მაცივარში მხოლოდ იოგურტი დებს და თქვათ რაღაცა ისეთი მზა საკვები არ არის, მე ისე ვკეტავ მაცივარს და ვაგზელებ ჩემს ცხოვრებას. საღამოს ვამბობ თუ რა თქმა უნდა, ხა დღე ჩვეულებრივად ვიკვებებით ადამიანებით. იკა, fast food-ი ახსენე. რამდენი ხანი დაგჭირდა იმისთვის, რომ fast food-ზე უარი გეთქვა? რაიმე ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი, არავინ არ იფიქროს ეხლა რომ რაიმე რა მარტივად ლაპარაკობს და რა ადვილია ეს ყველაფერი. ალბათ ვგიჟდები ყველანაირ საჭმელზე, რომელსაც ყველაზე ბევრი კალორია აქვს და მაინც და მაინც ყოველთვის მინდა ვჭამო ის, რასაც აქ ყველა კალორია აქვს. იმიტომ რომ გემრიელია, რა თქმა უნდა. მაგრამ ანუ აი აზარტში შესვლა არის მთავარი აქ რა, იმე რაც დამემართა, რომ აი როგორც კი ხედავ შედეგს საკუთარ თავზე და როგორც კი უკვე გარემოც გაქებს და რაღაცნაირად გახალისებს ხო სტიმული. მე არსებობენ ხა ვერ ვიტყვი იმას, რომ ადამიანები არსებობენ, რომლებიც ზედმეტ კილოგრამებში არიან, მაგრამ ჯანმრთელად არიან, რომელსაც არ აწუხებთ ეს ყველაფერი და აბსოლუტურად პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას და არ არის საჭირო კილოგრამი მაინც თავისას ყოველთვის კუთს მოიქნევს, არ შეიძლება ხო, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, ყოველას თავისი ცხოვრება აქვს, ყოველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს, ჩვენ არ ვართ საერთოდ ვალდებულები ადამიანები, სხვა ადამიანები ცხოვრებაში ჩავხტეთ და იმათ მიუთითოთ რამდენი კილო უნდა იყოს, ვისაც რამდენი კილო უნდა, იმდენი უნდა იყოს. თუმცა ჩემ შემთხვევაში მართლა მაწუხებდა, მართლა უკმაყოფილო ვიყავი საკუთარი თავით და მინდოდა რომ მიმეღწია იქამდე რომ ჩემი თავი მომწონებოდა და აი კომფორტულად ყოფილიყავი საკუთარ თავთან. იცი რა მაინტერესებს, მოდი გადავიდეთ ახლა ამ ეტაპზე, რომ შენი თავი ახლა მოგწონს და გადასარევ ფორმაში ხარ. აი ახლა მომიყევი, აი საკუთარი თავის ხიბლი, ოღონდ კარგი გაგებით ხიბლში, ახლა მე მესკია რომ რო ხიბლში ხარ ჩავარდილი. უბრალოდ აი სარკეში შეხედო რომ ქსიამოვნებს, უკვე ის ტანსაცმელები ვთქვათ, რაც რო ვერ წარმოგედგინა რომ ჩაიცვამდი, უკვე გაცვია. და რაღაცა სხვანაირი რო ხარ, აი ის თიკა ხარ, რომელიც სულ გინდოდა რომ ყოფილიყავი, ანუ მშობიარობის შემდეგ გულისხმობ, ხო? აი ახლა მომიყევი, აი ეს ბედნიერების და ეს კმაყოფილების განცდაც რომ ჩვენს მსმენელებს გაუზიაროთ, შედეგის მერე როგორი ხდები ადამიანი, ლაღი და რაღაცნაირად აი self confident თავდაჯერებული რო ხდები და როცა შენ ხარ თავდაჯერებული, ოღონდ რა თქმა უნდა ობიექტურად თავდაჯერებული, მგონია რომ მე ძალიან ბევრი ბუჩქა გოგო ვიცი, რომლებიც ძალიან თავდაჯერებულები არიან და ძალიან კმაყოფილები არიან საკუთარი თავით, ესეც ძალიან ინდივიდუალურია. ხო და მაგას ვამბობ, შენ ხო საკუთარი თავით კმაყოფილი მერე გახდი, როცა წონაში დაიკელი, არ იყავი და იმიტომ დაიწყე ხო ეს წონაში დაკლება. აიცი რა არის? მქონდა მომენტები, რომ ძალიანაც მომწონდა ჩემი თავი, რა. პროტესტი ხო არ იყო? პროტესტი იყო, რომ დიახაც მომწონს. გეტყვი.
მამაკაცების მხრიდან კომპლიმენტები ყოველთვის მქონდა, როდესაც წონაში. მაგრამ პირველ რიგში ხო შენი თავი უნდა მოგწონდეს და მე მამაკაცს. ამ კუთხით რაღაცნაირად საკუთარ თავთან ის მქონდა ჭიდილი, რომ ანუ თუ სხვებს მოვწონო, მე რატო არ მომწონს ჩემი თავი, ხო? ვიღაცები კომპლიმენტებს მეუბნებიან, ვიღაცები არა, ანუ ცოტა ის მქონდა, არეულობა მქონდა საკუთარ თავში. იმიტომ რომ თევზები ხარ ჰოროსკოპით და ორი ცალი ერთმანეთს ებრძოდა, ნახე, ერთ-ერთს მიდიოდა, მეორეს მიერეკებოდა და ასე ეჯახებოდით ერთმანეთს. ხო, მაგრამ მე რო გავხდი, მე მივხვდი, რომ არანაირი ბრძოლა არ იყო საჭირო, უბრალოდ უნდა გამختارიყავი, რომ ჩემი თავი მეპონა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აი ძალიან შევიცვალე საკუთარი თავთან მიმართებაში. სულ კმაყოფილა რომ ვიყავი, საერთოდ აღარ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. ფანტასტიკურად გამოიყურები და ამიტომაც გკითხე. რაღაცა ის ხვანაირად ლაღი გავხდი, ხვანაირად თავდაჯერებული ხარ. გარდერობით ხომ სრულიად შეცვალე და გარდერობით შეიცვალა, იცი, აი ვერ ვიცმევ ძველტანის სამოს, რაც წონის დროს მქონდა, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ ისევ ძველ და ჯერ ერთი დიდი გაქვს. დიდი მაქვს, თუმცა ხო შეიძლება აი ანუ რაღაცები. სტილიც შეიცვალე. ხო, მგონია რომ ისევ რაღაცა ის პუტკუჩა ვარ, ის ტასაც მე რომ აცვია. თუმცა ხო ბევრი პრობლემაც იყო რა, ამასაც გავუსვათ ხაზი, ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა გახდომის პროცესში, ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, რომ გავხდი ძალიან, ამაზე გამხდარი ვიყავი მე, ეხლა ცოტა მოვიმატე. იცი რა არის, მე გინდა გულწრფელი ვიყო. მე შეგნახე ტელევიზიაში და იყავი ძალიან გამხდარი და მგონია რომ რაღაც ასაკის მერე ეგეთისი გამხდრიც არ არის, ლამაზი, აი ახლა ძალიან მომწოხარ რაღაც ჯამრთელად გამოიყურები და გამხდარი ლამაზი ჯამრთელი გოგხარ. ის რაღაცნაირად ცოტა მეზედ მეტა. ხო და აი ეგეც ძალიან ჩემი სერიოზული პრობლემა იყო, მე დამჭირდა ყვები. შენ თვითონ მიხვედი იქამდე, რომ ცოტა უნდა მოგემატა, იმიტომ რომ მართლა ძალიან უბრალოდ გადავწყვიტე, რომ აღარ ანუ აი ამდენმა სტრესმა ჩემი ორგანიზმი მიიყვანა იქამდე, რომ აღარ ვიღებდი საერთოდ საკვებს. საერთოდ გადაწყვეტი უარი თქვი და ხო ცოტა საშიში მდგომარეობაც იყო რა, დეპრესია დაგმართნია. ხო, თუმცა ფანტასტიკური ყვებით ფსიქოლოგთან ვიარე, ძალიან ცოტა დრო დამჭირდა რომ ეს პრობლემა გადამელახა და დღეს უკვე ძალიან კარგად. ძალიან მაინტერესებს, ეხლა ჩვენ წონაზე ვსაუბრობთ პირველ რიგში, მაგრამ რადგან beauty live არის, პირველ რიგში მაინტერესებს გაპრანჭვის ასაკი როდიდან დაგეკა? სულ პოპულარული ხარ ხო ბავშვები, მართლა რაც თავი გახსოვს, სულ სცენაზე დგახარ, მაგრამ აი გოგოშკობა და მაკიაჟი და ასე შემდეგ, ძალით მაკიაჟი კი არა, იმიტომ რომ კლიპი უნდა გადაგიღოს და იმ თქვათ. აი შენ თვითონ რომ მოგინდა რომ რაღაცა ტუჩის გლოსით გარეთ გახვიდე და ცოტა პრანჭიკელობა როდიდან დაიწყე? ძალიან პრანჭია ვიყავი, ძალიან პატარაობიდან, სულ სცენაზე ვიდექი, სულ აი 4-3 წლიდან, სულ რაღაცა ამაღლებულზე უნდა ყოფილიყავი და იქიდან ყველასთან მქონდა კონტაქტი. აი იმ პატარაობიდანვე მახსოვს, რომ მე უფროსი დები მყავს, ორივეს რაც ქონდათ ყველაფერში ვიჩხრიკებოდი და ვისმევდი და ჩემი ცოტა ნაბოლა არა გატოტუცებული ჩემი შუათანა და ხშირად გერმანიაში დადიოდა და იქიდან ჩამოქონდა ისეთი რაღაცები, რაც აქ არ იშოვებოდა და მიმალავდა და მე აუცილებლად სახლიდან გადიოდა, მე ვეძებდი და ყველაფერს არ ვიცოდი რა სად უნდა წამესვა, ყველგან ვისმევდი მაინც ამ ყველაფერს. სულ სარკესთან ტრიალებდი. სულ სარკესთან ტრიალებდი, სულ ქუსლებზე მეცვა. ყველაფერსაც მე გაფუჭებული ქონდათ ქუსლიანი, რაც კი არსებობდა ოჯახში და სკოლაშიც დავდიოდი ქუსლიანებით. მართლა? აი სკოლაში ძალიან პოპულარული გოგო იყავი, იქაც მეიქაპით და ქუსლიანებით მიდიოდი? ქუსლებით დავდიოდი, აი რა მატრაკოცა ბავშვი ვიყავი, ეხა ჩემი შუმა ქუსლებზე რო ჩაისვა და სკოლაში წავიდეს, არ ვიცი რა სუზავ, მაგრამ მე დავდიოდი კი. და რა გესვა სახეზე გლოსიალდა? ტონალური მესვა მაშინ, აი იცი რომელი ტონალური, აი რაღაცა წითელი ფერის ტონალური რო იყო, ხო იცი, კისერი და სახე რო სხვადასხვა ფერი ქონდა, აი ეგ ტონალური მესვა ძალიან ბევრი და ნუ რა თქმა უნდა გაპრანჭული ვიყავი ჩემი აზრით. აი ეხლა აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ხარ, თუ გარდა იმისა, რომ თქვა კონცერტი თუ არ გაქვს და სცენა ან ტელევიზია არ არის, უბრალოდ სიმპლ ხარ ხო, ანუ მეიქაპი არ მიყვარს კი აღარ. ყველაზე მეტად მაინც რაზე ვერ ამბობ უარს, აი ის რამოდენიმე პროდუქტი რაც სულ უნდა გქონდეს ჩანთაში. გლოსი აუცილებლად. რომელიც ყოველთვის უნდა მქონდეს თან და ჩემი შვილი ნინა არის, ჩემზე ბევრად უფრო პრანჭია და ჩემზე ბევრად უფრო მეტი მაკიაჟი აქვს და უფრო კარგად იცის რასად უნდა წაისვას და როგორ უნდა წაისვას და რაღაც უცხო სიტყვებს მეუბნება ხოლმე რომ ეს ამისია და ეს იმისია და მე არ უყურებს ალბათ ტუტორიალებს ხო? უყურებს და ხო იკეთებს ფანტასტიურ მეიქაპს იკეთებს თვითონ და მეც მიკეთებს ხანდახან.
და ჩემი სამწუხაროდ ეხლა მხოლოდ ხელის კრემი, გლოსი, რაც ჩანთაში მიდევს და სუნამოს, მესამე რაღაცა მეტი ისეთი არაფერი. მაშინ გადავიდეთ სუნამოზე. ერთგული ხარ თუ არა სუნამოსი თუ იცვლი ხასიათის მიხედვით? ვიცვლი, სულ ვიცვლი, ვერჯერ კიდე ვერ მივაგენი იმ სუნს. თუმცა აი ისევ ჩემ დაზე წავალ და ჩემ დას ძალიან უყვარდა ბავშვობიდან ეს ისიმაკი, სუნამო და დღეს მე მაქვს ეს ისიმაკი, რომელიც აი რაღაც შეუსწრელი სუნია რაღაც არ ვიცი. ანუ გაგონებს იმ თქვათ ემოციას, როცა თუმცა ეს ჩამოქვდა. ახალი არის ახლა რაც მე მაქვს და ეს უფრო მომწონს, მაგრამ ეს ისიმაკის რაღაც სურნელი არის ჩემი სუნი რა, აი არა ძალიან ძაფრი, არა ძალიან ტკბილი, აი რაღაცა მაგრამ ხასიათის მიხედვით მაინც გიწევს შეცვლა. თიკა ვარცხნილობას რაც შეეხება. რაღაცნაირად ესე რადიკალური ვარცხნილობით ან რადიკალური თმისფერით ერთი პერიოდი მახსოვს ოდნავ გაღიავება სცადე. მაგრამ მაინც ესე ცოტა ფრთხილი მეჩვენები ვარცხნილობასთან მიმართებაში, ხო? არა, ვერ დაგეთანხმები, რაც კი ფერი არსებობს, ყველაფერის თქმა მქონდა თავზე ხატია. როდის მე რატომ არ ვიცი? კი იყო პერიოდი მქონდა ქერა, ვარდისფერი, შავი, გადავედი მე მაგრამ ვარცხნილობა ხო? ვარცხნილობა ერთადერთი შარშან ცადე დამოკლება და ყველაზე მოკლედ მქონდა შარშან ზაფხულში და ეხლა ისე ვიზრდი მინდა ჩემი გრძელი თმები. ანუ ისე ის თიკა გინდა იყო გრძელი თმით და შენი ლამაზი შარმით, ხო? კი, თითქოს თმის შეჭრის იდეა იყო იმაში, რომ აღარ უნდა შემეღება და ჯანსაღით უნდა გამეზრდა, თუმცა რა თქმა უნდა ვერ მოვითმინე, ისევ გავიღიავე, ისევ გავიმუქე და აზრი აღარ ქონდა უბრალოდ. თიკა, მე მგონი აი ეხლა რომ ტრენდია და წებებული წამწამები ლამაზი, პირველი ალბათ შენიყავი კლიპიდან გამომდინარე, ყველაზე პატარა, როცა ესეთი დიდი ფახურა წამწამები გქონდა, ხო? აი არსებობს რამეს შეგიძლია რამეზეც ესეთ ამამად მითხრა რომ ამას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ. ანუ აი ვთქვათ, მაგალითად ნანიკომ თქვა რომ წითელი პომადით და წითელი ლაქით მე ვერასოდეს ვერ ვნახავ. თან ასე შემდეგ. შენ გააქვს რაღაც ესეთი აკრძალვა კი არა, უბრალოდ შენ თავთან მიუღებლობა რამე ესეთი. არა, მე მიყვარს ყველაფრის დატესტვა, სიახლეები მიყვარს, პირიქით ყველაფერში მინდა რომ გამოცადო ჩემი თავი, თუნდაც ვიზუალურად. ამიტომ შეიძლება რაღაცა რადიკალურად სხვანაირი იმიჯითაც გამოვჩნდა ერთშვენიერ დღეს. რაც შეეხება სტილს, აი რა სტილში ვერ წარმოგიდგენია შენი თავი? სტილსაც ვერ ვიტყვი რომ რამე სტილში ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი, იმიტომ რომ ანუ გიყვარს მრავალფეროვნება. ძალიან კი, ან მიყვარს. აი რაღაც აი ამოჩემებული სამოსიც არ მაქვს რა, ხო არის რომ რაღაცა იციან რომ აი ეს სულ მოწონთ არამე მინდა რომ სულ იცვალოთ სამოსიც. სიმღერა გააქვს ამოჩემებული? არა. არც სიმღერა. მაშინ საკვები? საკვები რა არ მიყვარს შემიძლია ეკითხა. აი რაზე თქვი არა ნახე რა არ გიყვარს არ მინდა საკვები რაც ძალიან გიყვარდა და რაზეც უარი თქვი. გაზიანი სასმელები. რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე გემრიელი არის, მაგრამ უკვე ბევრი თვეებია არ გამიგებია. მინერალურიც თუ ტკბილი გაზიანი სასმელი. ორივე, ანუ აზრი არ აქვს, მე თუ ვიტყვი რომ გაზიანი არ უნდა დავლი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს მინერალურსაც. სასმელსაც შეეხება ანუ წყალი, რაც ყველაზე დიდი საწინდარია, ვთქვათ ჩვენი სხეულის კოლექციის. წყალს ბევრს ვიღებ, როცა მახსენდება ყოველთვის, მით უმეტეს ახლა ზაფხული არის და უფრო მარტივი არის, რომ მეტი სითხე მიიღო. რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ ვსვავ და ძალიან უწყობს, როდესაც წონის კლებაში ხართ, წყლის მიღება, აი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან სადღაც 2 ლიტრი მაინც უნდა დალიოთ. 2 ლიტრ წყალს იღებ ხის განმავლობაში. აი თავიდან ვითვლიდი ხატია ბოთლებით ესე მქონდა სახლში და ვითვლიდი რომ აი ეს ერთი უკვე ჩავცვალე, ხა მეორეზე ვარ. აი ხშირად ამბობენ რომ წაკითხული მაქვს სხვათა შორის, როდესაც ადამიანს შიმშილის გზნობა აქვს, შეიძლება ეშლება და წყურია. ამიტომ შეიძლება, როდესაც გშია წყლის მიღებამ გადაგატანინოს ეს შიმშილის გზნობა და აი ამას ძალიან ვცდილობდი რომ მიმეღწია ამისთვის. ამიტომ აი ღამე რო წვებოდი, არა ვიტყუები, ღამე რო წვებოდი, წყალს აღარ ვსვავდი. საღამოობით, როდესაც უკვე შიმშილის გზნობა მაწვებოდა იმ დროს, როდესაც არ უნდა მიმიღო საკვები, ყოველთვის წყალს ვსვავდი და სხვათა შორის ჭრის.
და ეხლაც აგრძელებ ამ მეთოდს? ვაგრძელებ, კი, ვაგრძელებ. დილას უზმოზე? დილას უზმოზეც, აი, ჩემი ორგანიზმი უკვე იმდენად მიჩვეულია, რომ უკვე მთხოვს დილით, როცა ვიღვიძებ, ორგანიზმი ხო. ჰოროსკოპით წყალი დავლიო და დიდ ჭიქა წყალს ყოველთვის ვსვავ. თიკა 2 ლიტრი წყალი ახსენე. 2 ლიტრი წყალში შედის ყავაც? თუ მე არ ვარ ყავის მოყვარული ადამიანი, თუმცა შეიძლება ერთი ჭიქა ყავა დავლიო დღის განმავლობაში და ისიც შედის კი შემყავს. მე მიყვარს ცივი ყავა. ერთ პატარა საიდუმლოს ვიტყვი. კლების პერიოდში ეტყობა იმდენად დეფიციტში ვიყავი კალორიულში, რომ ეს აღარ ითვლებოდა, მაგრამ ცივ ყავას ნაყინით ყოველთვის ვსვავდი. ნაყინია ყავას იღებდი, ხო? და ისე ნაყინს? ისე ნაყინს არა. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ როცა შემობრწყინდა თიკა ჩვენთან რადიო ჰოლდინგში, რაც პირველი რამაც მომჭრა თვალი, ნაყინით ხელში შემობრძანდა და თან რა თემაზეც უნდა გვესაუბრო, მე მეგონა რომ არასოდეს აღარ იღებს ტკბილს და ეს კითხვაც მქონდა თავის ბიზნესიდან გამომდინარე, როგორ უძლებ ამ რა ქვია ეს? სდუნებას როგორ უძლებ თქო. მაგრამ რო დავინახე ნაყინით ხელში, აბსოლუტურად შევცვალე კითხვა, მაგრამ მაინც უნდა კითხო, ნახე, შენ ახლა ხარ ზუსტად იმ ბიზნესში, რაც ყველაზე მეტად გვეკრძალება დიეტის დროს, ანუ ტკბილეული, ხო? აი როგორ უძლებ ამ? მე რატომ არ მოვდივარ იცი შენთან, რომ ვერაფრით ვერ გავუძლებ ამ სდუნებას? მე ერთ-ერთი გამართლება არის ის, რომ ტკბილი არ მიყვარს. აი, იმიტომ. ანუ ტკბილი არ მიყვარს, როგორ არ მიყვარს? გიყვარდა თუ ეხა დათქმე. მიყვარს გიждდები ტკბილზე, მაგრამ შემიძლია უარი ვთქვა ისე, არა მტკივნეულად ტკბილზე. აი, უფრო მიჭირს მაგალითად ფასტ ფუდზე უარის თქმა, უფრო მიჭირს გემრიელ საკვებზე უარის თქმა, ვიდრე ტკბილზე. აი, დიეტის დროს ტკბილი არ მომინდება რა, თუ აი არ დავინახე, თუ რაღაცა არ მომინდება უბრალოდ და ამიტომ მარტივად გადამაქვს სინჯავ რაღაცებს, უკვე ყველაფრის გემოვიცი, უკვე ტკბილი აღარ შემიძლია, ამიტომ ძალიან მარტივად რა, პირიქით ალბათ იმას, რასაც ხშირად აკეთებ და ხშირად სინჯავ, ის აღარ გინდება, ამიტომ ძალიან მარტივია. ტკბილში შედის ნაყინის ნაყინი ძალიან მიყვარს. ნაყინზე უარს ვერ ვამბობ, თუმცა ძალიან მარტივი გამოსავალი ვიპოვე ამაშიც, ვაკეთებ დიეტურ ნაყინებს, ხილის სორბეებს. აი ეს არის გაყინული ხილის სორბე, რომელსაც არც შაქარი აქვს, არც დამატკბობელი აქვს და მითი ძალიან ხშირად იმიტომ რომ ტკბილის მოყვარული არ ხარ და ვთქვათ გინაცვლებს იმას ისეთი ტკბილი როცა არ არის, ხო? თიკა შენი გამოცდილებიდან შეგიძლია რომ ჩვენს რადიო მსმენელს გაუზიარო, აი ვთქვათ აი ჩემნაირი ადამიანი, რომელსაც შემიძლია მთელი დღე ტკბილი მივირთვა, საერთოდ არ გამახსენდეს. ფასტ ფუდი კიდევ კარგი არ მიყვარს, მაგრამ ტკბილზე ვგიჟდები. აი შეგიძლია რაღაცა გამოყო, რაც შეგიძლიათ რომ მიიღოთ ყველაზე ნაკლები, ვთქვათ კალორიული, რა შეიძლება ტკბილის მოყვარულმა ადამიანმა მიიღოს. ფინიკი, მაგრამ ფინიკიც კალორიულია, უბრალოდ შაქრის შემცვლელია. ფინიკის ხილი. კი, ფინიკის ჩირი. კი, ძალიან ტკბილია სხვა შორის. ფინიკს ბერს ვერც მიიღებთ 3-4 წლის გარდა. აი დიაბეტის მქონე ადამიანებს ყოველთვის ეუბნებიან, რომ შაქრის შემცვლელად შეუძლიათ ფინიკი იხმარონ. აბსოლუტურად ჩვეულებრივად იგივენერად დააბლენდეროთ, ნამსხვრებში გავურიოთ, ანუ შაქრის მაგივრად. მე მივეკუთვნები ისე შენ ხარ პროფესიონალი და მე ჩათვალე რომ არა მარტო თიკა ჯამბურიას, არამედ კვების სპეციალისტიც გესაუბრებ, იმიტომ რომ უკვე ამ ხელა გამოცდილება გაქვს და თან ამ სფეროში ხარ. აი თითქოს ამბობენ რომ ბლინი უფრო ნაკლებ კალორიულია ვიდრე ნამცხვარი. მართალია? ვერ ვიტყვი რომ კალორიებში ვარ პროფესიონალი და შემიძლია რჩევები მივცე ადამიანებს. მე მაგალითად მიცვლის, აი მიხვდები ხარ რომელი კატეგორია ვარ ადამიანების, ტკბილეულს მიცვლის თხილეული. ანუ თუმცა თხილეულიც საკმაოდ კალორიულია. შემიძლია აი ვისმუცნაო თხილით, ან მიგოზით, ან ნუშით, აი ერთი პატარა მუჭი ნუში ავიღო და როდესაც ტკბილი მომინდება, ან აი რაღაცა აი წახემსების პერიოდი არის, შემიძლია ამით შევანაცვლო ხოლმე. და ხშირად ვანაცვლებ ხოლმე ტკბილეულს ნამსხვარს თხილეულით და უფრო მარტივი არის. ბოლო კვება როდის არის შენი? ეხლა ძალიან ცუდი გოგო ვარ, ცუდად ვიქცევი. ეხლა ის პერიოდი მაქვს, რომ აი ცოტა მივუშვი ჩემი თავი და ცოტა მოვიმატე კიდევაც, მაგრამ მაინც რაღაც აკრძალვები მაქვს, ცომს არ ჭამ, გაზიანს არ ვსვავ და აი ძალიან ვცდილობ, რომ აი თვალით უკვე ვიცი, აი ხო შენც იცი, ხო ყველა მიცის თვალით რა, აი მაგიდაზე რო დევს მაგალითად ხაჭაპური და კიდრი და პომიდორი, ვირჩევ კიდრი და პომიდორის სალატს და არ ჭამ ხაჭაპურს. ანუ აი უკვე თვალით ხვდები რა მეჭმევა და რა არა და რის რაზე უნდა თქვა უარი და რაზე უნდა თქვა კი.
ამიტომ აი ეს რაღაც ჩამოყალიბებული კონკრეტული დიეტა არ მაქვს, არც საათები არ მაქვს. ხანდახან არის რომ მაგალითად მაქვს პერიოდი რომ 6-ის მერე არ ვჭამ, არის პერიოდები რომ პირიქით ვჭამ საღამოობით, მაგრამ დილით არ ვჭამ, უბრალოდ ზუსტად ვიცი რა უნდა მივიღო და რა არ უნდა მივიღო, ზუსტად ვიცი რა შეიძლება ჩემთვის და რა არ შეიძლება. აი ნახე, ეხლა ამ ჩამონათვალში პირველი რაც ეწერა ეს არის რომ საუზმე. შენ იღებ თუ არა დილას საუზმეს, რასაც ქვია საუზმე? საუზმებ კი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი ხანია უკვე მივირთმევ მოხარშულ კვერცხს და ცილას ამბობენ რომ მოხარშული კვერცხით დაწყებული დილა მე მთელი დღის განმავლობაში ენერგიაზეც ხარ და ნაკლებად გაქვს შიმშილის გრძნობა. ამიტომ აი დღესაც ხოთაშურის დავიწყე ესე მოხარშული კვერცხი, ცოტა სალათის ფურცლები, 2 ცალი პატარა ფეტა ყველი და შეიძლება რაღაცა პატარა ხორციც, ქათმის ფილე ან რამე ინდაურის შაშხი ან რაღაცა ესეთი. თიკა, როდესაც ამზადებს ადამიანი, შენ თქვი რომ მე ვიმზადებ ძალიან გემრიელად, ხო? თითქოს გამზადების პერიოდი ისე გრძელდება რომ მე აღარ გინდება საკვები და ესეც არის ვთქვათ ერთ-ერთი ხრიკი რომ გაამზადო იყოს სამზარეულოში და მე მოგბესდეს და აღარ მიირთვა. არა. გააჩნია ალბათ როგორი დაღლილი ხარ მაგაზე დამოკიდებული მე დილით როდესაც ვიმზადებ ან მოვიტყუები და ვერ ვიტყვი რომ ვამზადებ და მე კონტეინერებით დამაქვს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამიკეთებია და მე ეს კონტეინერში გამგვიჭებია, დამრჩენია მანქანაში და ასე შემდეგ. არ ჭრის ჩემ შემთხვევაში ეს კონტეინერებით სიარული და ვერ ვაკეთებ ამას ფიზიკურად, ვერ ვახერხებ. მირჩევნია სახში გემრიელად შევჭამო და მე სადღაც ისევ გემრიელი საკვები მოვიძიო და გამზადებული ვიყიდო და მივირთვა. თუმცა სახში ძალიან გემრიელად ვიმზადებ სალათებს, ჯანსაღ სალათებს, მაქვს ფანტაზია ჩართული რაღაც საოცრად და ვიცი რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ვათამაშებ და ვალამაზებ და ვრთავ და მოკლედ ამითეთა ძალიან ვერთობი. მარტო მე არა სახში ჩემებსაც ძალიან ვართობ და ძალიან გემრიელად აი ეგ არის ძალიან ბედნიერება, იმიტომ რომ მე იმდენად მწირი მაქვს ფანტაზია და იმდენად არ ვიცი დილას აშრება, ჩემი დილის საუზმერი სულ ერთი იგივე იოგურტი და იოგურტში ჩაყრილი გალღობილი ხილი, ანუ მოცვი, რომელიც მთელი წელი მაქვს მოცვი და ქართულად მალინას რა ქვია? ჟოლო. და ეს არის სულ რუტინული ყოველ დილას. შეგიძლიათ ChatGPT-ს კითხო? აი მეზარება იმ ChatGPT-ს მე ისაც მიყვება და მე ისნო ვამზადო და თან სულ ისედაც ყველგან მაგვიანდება და წარმოიდგინე კიდე ახლა მე რომ მზადებ დავიწყო ალბათ ვერასოდეს ვერ მევალ და ნიშნულების ადგილას. აი ჩემი Instagram feed-ი რო ნახო, მიხვდები რომ მე ვარ ანუ დამოკიდებული საჭმელების კეთებაზე და იმაზე რა ქვია რეცეპტებზე, იმიტომ რომ სულ არის რეცეპტები, სულ არის ჯანსაღი საკვების რეცეპტები ან ნამცხრების. აი ეს არის უმაგრესი. არ შემოვალ ნამცხრების რეცეპტები. იცი ალბათ ეს ნიჭზეც და ხელზეც არის დამოკიდებული, როდესაც გამოგდის გემრიელობა, მე უფრო აი როგორც დაკალება ხო, თქვა რომ ხედავ შედეგს უფრო გინდება და მე არ გამომდის გემრიელი არაფერი და ამიტომ ჩავიქნიე ხელი და მივხვდი რომ უნდა მოგენდოთ. არ არსებობს რომ არ გამოგდიოდეს, უბრალოდ არ გიცდია ესე მგონია. შეიძლება ხო, არ ვიცი, შეიძლება არ მიცდია. თიკა, მიცია თუ რეალობა, შენი საკუთარი გამოცდილებიდან რომ დილას როდესაც იწყებს საუზმით, მე მთელი დღე გშია. არა, ალბათ მითია, იმიტომ რომ პირიქით მე უფრო ენერგიულად ვარ დილით საუზმით რო ვიწყებ და ნაკლებად მშვიდება საღამოს. შენ და ვარჯიში. მე მიყვარს ძალიან ვარჯიში. ძალიან მიყვარს ვარჯიში, ძალიან სიამოვნებს ვარჯიში. მე როდესაც წონის პრობლემა მქონდა, მაშინაც ძალიან ხშირად ვარჯიშობდი, დარბაზშიც ვარჯიშობდი, დავდიოდი ძალიან ბევრ ფეხით. მიყვარს ძალიან მოძრაობა ვარჯიში, თუმცა ეხლა არ მაქვს ნამდვილად დრო და ძალიან მტკივა გული ამაზე, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ ვივარჯიშო. თუმცა ეხლაც რაღაც სხვა გამოსავალი ვიპოვე. არსებობს სპეციალური დანადგარები, რომელშიც ეს რაღაცნაირად ჯდები, ვაკუუმი. ანუ აპარატურულ ხელის კორექციას მიმართე. იქაც როგორ არის, ესეთი სარბენი ბილიკივით არის, რომელსაც ესე ვაკუუმი უკეთდება და შიგნით ვარჯიშობ და ანუ დროის დეფიციტი ვისაც აქვს, მათთვის არის იდეალური, რადგან თუ მაგალითად დარბაზში გვიწევს რომ 1 საათი ვიაროთ ბილიკზე, აქ 20 წუთში უფრო ორმაგ შედეგს ხო ვიღებთ. ამიტომ ეხლა გადავწყვიტე რომ მიმართო ამ აპარატურას, ამ ხრიკს თუ რაც არის და დავდივარ და ვნახოთ როგორი შედეგი. ფეხიციარული გააგრძელე ისე? ისე მიყვარს ფეხიციარული, ჩემთვის ეს არის
ყველანაირად ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჯერ მარტო ნერვებისთვის არის იდეალური და როდესაც რაღაცაზე ვფიქრობ, ან რაღაცაზე დაძაბული ვარ, ან სტრესის ქვეშ ვარ, ფეხით დავდივარ და ძალიან მილაგდება ტვინში ყველაფერი. მე გამოყოფ ჰორმონებს ბედნიერების. აღარ ხარ დაძაბული, აღარ ხარ რაღაც ცუდი ენერგეტიკაზე. მიაქვს ენერგეტიკა. ხო, მიაქვს. აი რაღაც გამოგაქვს სიარულის დროს. იყო პერიოდი, რომ დღეში მაგალითად სადღაც 16 კილომეტრს ფეხით დავდიოდი და არანორმალურ ანუ ჩემი სახლიდან თავისუფლების მოედნიდან წავსულვარ დიდ დიღომში ტრასაზე და უკან წამოსულვარ ფეხით. ანუ წარმოგიდგენია ხო ეს მაგრესია, ყველაზე მაგარია. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ძალიან ესეთი ცუდი პერიოდი მქონდა, ცოტა დეპრესიული პერიოდი მქონდა და მაშინ მირჩიეს, რომ ფეხით იარეო და ისე მიშველა, ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, რომ აი ყოველთვის ეხაც რჩევა, როდესაც ჭირდება ადამიანს, რომ ცოტა ცუდად არის, ვეუბნები, რომ გაისეირნე, იარე ფეხით იარე და ძალიან კარგი. კი რატოა რომ მოგზაურობიდან როცა ბრუნდებით საზღვარგარეთით და ყოველთვის რაღაც სხვანაირ ფორმაში ვართ. ერთი ის რომ საოცარ ქვეყნებში დავდივართ და მართლა ბედნიერები ვართ და მეორე ის რომ ფეხით დავდივართ, იმიტომ რომ თუ გინდა ქვეყნის შეგრძნობა უნდა იარო ფეხით, ხო? და რაღაცნაირად ორგანიზმის სხვანაირად არის სტიმული აქვს და რაღაცა შეკრულია, ხო? პირველი ის რომ ხელს არაჩვეულებრივ ფორმებს აძლევს და მეორე ის რომ ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს. თიკა, ზუსტად იგივე შემიძლია გითხრა წყალზეც. მე პირადად ჩემი გამოცდილებით. აი მაინტერესებს შენი დამოკიდებულება, ვთქვათ, აი ჯიმი ახსენე, აპარატურული კორექცია ახსენე. რაც შეეხება ცურვას, აკვაერობიკას და ასე შემდეგ. გიჟდები ისე მიყვარს ცურვა, ისე მომწონს და ისე მინდა აკვაერობიკის და თუმცა აი კიდევ ერთხელ ამბობ, რომ დრო არ მაქვს უკვე. 40 წუთია სულ. ვიცი. მე დავდიოდი პილატესზეც ასევე და მივხვდი რომ პილატესი არის ის რაც მე ძალიან სიამოვნებს და საერთოდ ალბათ დარბაზში აღარ მივარჯიშებ და ყოველთვის მივარჯიშებ პილატესს. ასევე იოგაც ძალიან კარგია, ძალიან სიამოვნებს. და ხო ეს ყველაფერი ძალიან კარგი არის და მინდა რომ ცადო აი აკვაერობიკა, რომელიც არასდროს არ მიცდია და ვიცი რომ ქალისთვის და ქალის ხეულისთვის და სიმკვრივისთვის და საერთოდ ზოგადად წელია დაუბრძანდები აკვაერობიკაზე და აი მართლა შემიძლია გაგიზიარო შენც და ჩვენს რადიო მსმენელსაც, როდესაც გამოდიხარ აკვაერობიკიდან, აი ხო გონია რომ ძალიან დაღლილი უნდა იყო, იმიტომ რომ 45 წუთი შეუჩერებლად ვარჯიშობ, თუმცა სიამოვნებით, იმიტომ რომ ინსტრუქტორი ისეთ რაღაც ლამაზ გოგონურ მოძრაობებს გაკეთებინებს, ვერც კი ხვდები, რომ ასე იხარჯები, ხო? და რო გონია რომ ძალიან დაღლილი ხარ საშხაპეში, შხაპს გადაევრებ და გონია რომ ეხლა გაიღვიძე და ამ თლიანად ენერგიით იმოხდები საოცრებად. თან ვერც გრძნობა წყალში, რაღაცა არც ოფლიანდები, არც არაფერი სუფთად კრიალად ამ წყალში ატარებ და თან გოგოები ჭორაობთ, თან ვარჯიშობთ. მოკლედ ძალიან სასიამოვნო პროცესია, მინდა გითხრა. რაც შეეხება საზღვაო კურორტს, შენი ზაფხულში დასვენება, აი დასვენებით ისვენებ თუ იქაც ვთქვათ ცურა, ვარჯიშობ, ირუჯები და ნუ გარუჯული ხარ. მე არ მიყვარს ესეთი აი ხმაურიანი დასვენება. მე მიყვარს მშვიდი დასვენება, პასიური. ნუ ეხლა ასაკთან ერთად მოვიდა ეს ყველაფერი, რომ მანამდე მახსოვს როგორც ისვენებდი ბავშვობაში. ბავშვობაში ყველა ესე ისვენებდა. ეხლა ანუ აი ცოტა ის ჩიტების ჭიკჭიკი მინდა, როდესაც კარებს გავაღებ, მინდა რომ ბუნებას ვხედავ და იქ სიმწვანეს, ტალღებს, აი ეს ყველაფერი მსიამოვნებელია. ზღვა გამახსენდა და სათვალე გავიკეთე ზღვაზე. ხო და ცურვაც კი მიყვარს. მე თევზები ვარ, როგორც შენ იცი და ამიტომ წყალი ჩემთვის ძალიან ახლო არის, ძალიან მიყვარს და სადაც კი ვხედავ წყალს, ყველგან ცურავ და აი ესე რომ დაწვედა რაღაც გაირუჯო, მე არ შემიძლია, მე წყალში უნდა ვიყო სულ. მაშინ აღარ კითხო მთა თუ ზღვა? მთა. მაინც? კი. ვაუ. მთა, იმიტომ რომ ჰაერი არის ჩემთვის პირველი, რაც მაბედნიერებს. თუ ხარ? აი რაც გასაკვირია რა, ზაფხულით ჩემთვის უფრო მძიმე, იმიტომ არის რომ მიჭირს სუნთქვა და როცა სიცხეა ვარ ცუდად. მაგრამ მთაში ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ ბევრი ჟანგბადიერი და კარგად სუნთქავ და ეს ჩემთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ აი კარგად სუნთქავ და მაშინ ჩაგეკითხები ისევ ჩვენი მთავარი თემიდან გამომდინარე, მთაში დასვენების დროს ხომ ადამიანს მადა ემატება. კი. აი ამ დროს როგორ აკონტროლებ თავს?
გავაკონტროლებ რაღაც იმდენად უკვე გამჯდარია ჩემში ეს ყველაფერი რომ ვაკონტროლო არ მგონია გამიჭირდეს თუმცა ჯერ არ ყოფილა მთაში რაც ჯერ არ გადაგისვენია ჯერ არ ყოფილა აი ჩვენი გაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი და იცი რა არის რა თქმა უნდა უპირველესად სპეციალისტების რჩევა რომელიც ჩამოვთვალეთ მაგრამ ადამიანი რომელსაც ეს გამოცდილი აქვს და საკუთარ გამოცდილებას გიზიარებს ეს არის გულწრფელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხო და აგერ მაგალითი ხარ როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიო იმ მიზანს და შედეგს რაც შენ გინდა და მცირე რეზიუმესავით აი რაღაცნაირად თუ შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ ის უნიშნელოვანი ისე ვთქვათ 5 პუნქტი რაც ჩვენ წონას კი არ დაგვაკლებინებს დაკლებაზე ხა ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ და ყოველს თავის მეთოდი აქვს მაინც ხო ზოგს 18 საათიანი უხდება ზოგი 6 საათის მერე არ იყვება აი შენარჩუნება რაც ყველაზე რთულია აი ეს ხრიკები თუ შეგვიძლია რომ გავუზიაროთ აი რა უნდა იყოს ის მნიშვნელოვანი ვთქვათ 4 თუ 3 პუნქტი რაც ჩვენს წონას შეგვინარჩუნებს მე ძალიან ფრთხილად ვუდგები ამ საკითხს როდესაც რჩევას მეკითხებიან ხოლმე როგორ გავხდე იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები ძალიან გამოცდილი ენდოკრინოლოგები ექიმები რომლებსაც შეუძლია მიიმართონ პირველ რიგში ჯანმრთელობა უნდა უწყობდეთ ხელს ადამიანს რომ დაიწყოს კლება ამიტომ მე რჩევას ვერ ვაწყობ აი ამიტომაც ზუსტად მხოლოდ შენარჩუნებაზე გეკითხები იმიტომ რომ რჩევა მაინც ძალიან სპეციფიურია ერთადერთი რაც შემიძლია ვუთხრა იმ ადამიანებს ვისაც აი აწუხებს წონა და უნდა დაწყება ვიცი ძალიან კარგად მესმის ყველასი რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი თუმცა რთულია მხოლოდ დაწყება როგორც კი დაიწყებთ როგორც კი ცოტათი მოინდომებთ და გადააბიჯებთ იმ ტკივნეულ მომენტებს რომელიც ძალიან რთული არის რაღაცეებზე უარის თქმა შემდეგ სარკეში რო ჩაიხედავთ და თქვენ შედეგებს დაინახავთ მე გაგრძელება უკვე ძალიან მარტივი არის ძალიან მარტივი ამიტომ გაბრაზდით საკუთარ თავებზე და დაიწყეთ არ გადადოთ დღესვე დაიწყეთ ან ხვალიდან დაიწყეთ და მე თქვენი თავებით რო იამაყებთ ყველაზე მაგარი შეგრძნება არის ყველაზე მაგარი შეგრძნება არის როდესაც საკუთარ თავზე იმარჯვებ და რაზე უნდა თქვა სამოდამოდ უარი არაფერზე არ უნდა თქვა მაშინ ცომს რატო დაემშვიდა მე როცა მომიდება შევჭამ უბრალოდ ეხლა ნათქვამი ანუ ეხლა ეს ორი თვე არ შევჭამ ცომს ორი თვის შემდეგ შევჭამ მე სხვა რაღაცაზე ვიტყვი უარს და ესე გავაგრძელებ ალბათ თელი ჩემი ცხოვრება მაგრამ ალბათ სადღაც მე ბებორო ვიქნები და ჩემ შვილიშვილებთან ერთად ბედნიერად ვიჯდები ყველაფერს გემრიელად შევჭამ და უარს ვიტყვი კი არა ყველაფერზეც ვიტყვი რომ კი შევჭამ და გავაკეთებ ჩემი შვილიშვილებს იცი რა იმდენად უკვე ჩვევაში გადადის ეს როგორც აგერ სპეციალისტები ამბობენ რომ შენ შეინარჩუნებ იმ ჯანმრთელ კვებას და უარს პრინციპში არც არაფერზე აღარ ვამბობ თავარია ისევ და ისევ ალბათ პორციები და ჯანმრთელი პატარა პორციები და ფეხით სიარული ვარჯიში უბრალოდ ჯანმრთელი ცხოვრება რა ჯანმრთელი ცხოვრება არა მარტო ვიზუალურად რომ კარგად გამოვიყურებოდეთ იმისთვის რომ დიდხანს და კარგად ვიცხოვროთ კი იმიტომ რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დაკლებული ადამიანი ჯანმრთელადაც და ძალიან ბუნებრივად და ლამაზადაც გამოიყურება მინდა ყველა ჯანმრთელობა გისურვოთ უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობა არის საწინდარი სილამაზისაც სიბრჭყვიალისაც და ყველაფრისაც ჯანმრთელად ვიყვებოთ ჯანმრთელად ვიცხოვროთ შევეცადოთ მესმის რომ დღესდღეობით ძალიან რთულია მაგრამ შევეცადოთ რომ სტრესზეც გავემარჯვოთ და დღევანდელი გადაცემა გახლავთ ამ სეზონის ბოლო გადაცემა ანუ ეხლა ჩვენ ცოტა ზაფხულში დავისვენებთ კიდევ უფრო გავიროჯებით გავხდებით უფრო ბედნიერები გავხდებით ენდორფინებით დავიმუხდებით და რა თქმა უნდა სეზონზე და სატელევიზიო და რადიო სეზონია სექტემბრის დასაწყისი არის დაგებრუნდებით განახლებული ენერგიით. თიკა, ძალიან დიდი მადლობა. მინდა წარმატებები გისურვო შენს პირად საქმიანობაში პირველ რიგში, იმიტომ რომ შენ უკვე ბიზნეს ვუმენი ხარ და მე დიეტას აუცილებლად გესტუმრები რომ ის გემრიელობები დავაგემოვნო, რასაც მე შევეცდები რომ დიეტური რაღაცები დავამატო და გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მithხოვენ სხვათა შორის და ძალიან მერიდება რომ მე თვითონ სულ დიეტაზე ვარ და ამ ხალხს რაღაც არა დიეტურს. სხვათა შორის სულ მინდა შენს კითხვი და ვინც გვისმენს ახლა და ვისაც ეს ბიზნესი აქვს ან ამ საქმიანობაშია, ძალიან გვეხმარება ჩვენ ადამიანებს. ეხლა ვნახე ამერიკაში. რაღაც კანონმდებლობა აქვთ ეთყობა, ესეთი ყოს თხოვში იქ სადაც მე ვიყავი კალიფორნიის შტატში, ყველა მაღაზიაში, ანუ კვების ობიექტს გულისხმობ და რესტორანშიც და კაფეშიც და ყავის სახლშიც ფასის გვერდით ნებისმიერ კერძს აწერია კალორიები. თუნდაც ნამცხვარს და ერთი ნაჭერი ნამცხვარი რამდენ კალორიას შეიცავს, ხო? და ეს ძალიან დამეხმარა მე პირადად რომ წონა არ გამქცეოდა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი იმ საკვების მერე უნდა მიმეღო კიდევ რამე თუ საერთოდ უარი უნდა მეთქვა. ამიტომ ძალიან ბედნიერი გავაგემოვნე და გემრიელადაც გავატარე, მაგრამ
სწორი კალორაჟის დაცვით და ძალიან კარგი იქნება ამას თუ ჩვენთანაც შემოიტანენ და კაფეებში, ასე ვთქვათ, მენიუს გვერდზე ფასთან ერთად კალორაჟიც თუ ეწერება ნებისმიერი საკვების. მე გავაკეთებ კვირდები. კარგი. ჩვენი წვლილიც, ქალების რადიოს წვლილიც და იმახსოვრე აუცილებლად. ბედნიერებას გისურვებს და ბედნიერ ზაფხულს ნახვამდის.